გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვექნება ამერიკული პპჭ. დღევანდელი გადაცემის გვერდში მდგომია ვრაპ მასტერი. ვრაპ მასტერმა გამოგზავნა რამდენიმე ტიპის ვრაპი. ერთი ვრაპი, ორი ვრაპი. ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდე არის, უბრალოდ ეტაპობრივად შემოვა. ვრაპ მასტერმა გამოგზავნა რამდენიმე ტიპის ვრაპი, რომელიც არის სხვადასხვა გემოთი. გადაცემის სპონსორია შავი ჭყალი და გადავიდეთ ვრაპების დაგემოვნებაზე. პირველი, რომელსაც დავაგემოვნებთ, იქნება საქონლის ტრუფელი. ტრუფელის მოყვარული დიდად არა ვარ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. ოი, დიდი პორცია, ხო იცი? მაგარი სუნია. დავაგემოვნოთ, შიგთავსით ვნახოთ როგორი აქვს. კარგად გამოიყურება, მეგობრებო, მინდა გითხრათ. საფრთხე მომეცეთ ძალიან. ერთი მინდოცა რა იყო. ძალიან გემრიელია, უბრალოდ აისბერგის ფოთლები და ცალცი ფურცლები ცოტა ცივია და ფაშთან მიმართებაში ცოტა ვერ მოდის ბალანსში, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გემოები იყურება. საერთო ჯამში ძალიან კარგია, პორცია ძალიან ზომიერია, მძიმეც არის, ანუ ბევრი ვავჭამო, ხების გასასინჯი მაქვს და შემდეგზე გადავიდეთ ჯობია. ანვე შავი ჭყალი, აუცილებლად დავაგემოვნოთ. როგორ გაიხსნა მეთო. კარგი. შემდეგი ვრაპი სტუდიაში. შემდეგი ვრაპი სტუდიო. ეს კლასიკური უფრო გემრიელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ხო და ეხლა კლასიკურს დავაგემოვნოთ. ანუ მოდი პირდაპირ დავაგემოვნოთ, ანუ ეს გაჭრამჭრა, მაგრამ მინდა შიგნიდან ვნახო ვიზუალურად როგორია სანამ შევჭამ რა. ოუ, რა სუნები აქვს. აუ, რა კაია. აუ, ძალიან გემრიელია. ცოტა შეცებულია ხა აშკარად, თორე ცხელი ბევრად გემრიელი იქნებოდა. აუ, ძალიან გემრიელია. ნუ ამასაც ერთადერთი ის არ მოწონს, რომ სალათის ფურცლები არის შედარებით ცივი და ხორცი ცხელი. არ ბალანსდება გემოებში, თუმცა ის გემოები რაც ირევა, ძალიან მაგარია. ვისაც აი ამ გემრიელობის დაგემოვნება მოგინდება, შეგიძლიათ ეწვიოთ ვრაპ მასტერის ფილიალებს, ან გამოიძახოთ ვოლტის, ბოლტის და გლოვოს აპლიკაციით. ნებისმიერ მისამართზე ძალიან მალე მოვა, რადგან ძალიან ბევრი ფილიალი აქვს თბილისში გახსნილი და ნებისმიერ უბანში ძალიან მოკლე დროში მოგაწვით კურიერი. ისევ გავაგრძელებ ამის ჭამას. გადავდივართ შემდეგი ვრაპის დაგემოვნებაზე. რა თქმა უნდა, ფოკუსნიკი ნოდა რა, გააზრო კიდე ერთი ვრაპი. გაგიზიარებთ აზრს, როგორც წინა ვრაპებზე გაგიზიარეთ. აუ, ის ისეთი ცხელია. მიიკო. ეთერ. ბლუჩიზის ვრაპით შემოგვიმატა სტუდიაში. ეს ხო ვერ ვისწავლე გადაგდება. ხო. რა თქმა უნდა, ამასაც გავჭრით. გარე ვიზუალური შეხედულებით თითქმის რა ერთნაირი არის სულ ყველა. მაგრამ ეს მე მგონი არის ვეგეტარიანული. აქ ხორცი არ იყო მონიშნული, მე მგონი, ხო? აი ესე გამოიყურება შიგნიდან გაჭრილ მდგომარეობაში ჩვენი ბურიტო. ხო, გადავეკიდე ამ ბურიტოს. ვრაპი ბიჭო, გაიმახსოვრე, რომ ვრაპი ქვია. გავსინჯოთ ახლა ჩვენი ბლუჩიზის ვრაპიც. გეხვეწების ფურცელი გაშალე რა. ხორცი აქ მონიშნული? არ იგრძნობა? არ იგრძნობა და გემრიელესია. მუხუდო, ხო, ნუ ვეგეტარიანულია რა. მუხუდო ხორცი არ არის. მუხუდო ის არ არის ბიჭო. პეპელა რო იჩეკება მე. ბატალია. მუხლუხუა. მუხლუხუა არის, ხო. ეხლა ვარკვევით მეგობრებო, მუხუდო რა არის და ნიკამ გააძრო, რომ მუხუდო ის არის პეპელა რო იჩეკებაო. აბა მუხუდო რა არის? სცენარია მუხუდო, რა იქნება? ვარ დუსტრებულია? ხორცია. მუხუდოს ხორცი არ გიჭე. მუხუდო წვადი არის მისწერება ორგანიზმისთვის. ეგეც სასარგებლო წვადი, ეგრევე თმებია მოყავს. შენ კი გამოგადგება. მუხუდოს რომ მოხარშო, უნდა შეიზღლო თმებში და ეგრევე ამოყავს თმა. აღარ დაგჭირდება მე ის. გადანერგვა. ისეთი გემრიელია ეს მუხუდოს ვრაპი, რომ ვერც ვგრძნობ, რომ ხორცის გარეშე ვჭამ. იმდენად შემოდის სხვადასხვანაირი გემოები, არომატები. ფიქრობ რაღაც მომიჯი ვეგეტარიანელი წყო არ გავხდეთ, ხო რომ
თან ძალიან წვნიანია ნახეთ. მე მგონია ქულები უნდა დავწერო რომელი როგორია. ქულები შემოგვემატა. აუცილებელი იყოს 10. ძალიან კარგი. ჩემთვის პირადად აი ეს მუხუდოს ბატონი მუხუდოს ვრაპი არის 10-დან 10. მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ ვეგეტარიანელი, არც ვეგანი, ძალიან გემრიელია, წვნიანი, არ ვიცი, ძალიან მაგარი გემოები მოძრაობს შიგნით, აი გემრიელისია რა. მუხუდოსად ვიყიდო შენ გეცოდინე. ჰა? მაგარია ძმაო იმენა. მუხუხები ყოფს გარდენიაში, გუნამო. არ მინდა გარდენია, მაგე არ მინდა. გარდენიაში შედი არა. ეს იყო 10-დან 10 და წინა. პირველს დავუწერდი 10-დან 8-ს. პირველი საქონელით არ იყო? ხო. 10-დან 8 იყო ეგა და ისიც 8, ქათამიც 8. არა, ქათამი უფრო კაი იყო 9. 10-დან 9. ანუ 8 ქულა 9 8 შემეშავს და საუკეთესოც მოხსნათ მე. გადავდივართ შემდეგ ფაზაზე. გადავიდეთ ახალ ფაზაზე, მეგობრებო, შემოვიდა ახალი კატეგორიებიც. შევაფასოთ აქვე შეფუთვაც. ბრენდირებული, always fresh, never faked. ძალიან კარგი. ყოველთვის ფრეში. არასდროს ყავდი. ვრაპ მასტერი. შენი მასტერი. სიყვარულით გამოაგზავნეს, წინა სიწერა სიყვარული მანახი პარკი მანახი. აი ვარსკვლავით ყოფს, აქეთ გულით არის სიყვარული. ინგლისურად, ქართულად აუცილებლად წარწერა გაკეთებული აქვს. აი მე კი გითხარით ყველა უმაში მალე მოვა თქო, მაგრამ ნახეთ რამდენიდან აქვს მიტანა. საბურთალო, ორბელიანი, საბურთალო 2, სამგორი, ვაკე, ვერა, დიღომი, საბურთალო, კიდევ ერთი. ლდანი, ანუ სადაც არ უნდა იყო, ყველგან მოვა. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება, შევე ფიდბექ. ჩვენიერი ინფორმაცია, მეილი ნომერი ყველაფერი მითითებულია. ყველა ფილიალის ნომერი დატანილი არის შეფუთვაზე. რაც თავარია, მიტანა როგორც გითხარით, ვოლტი, გლოვო, ბოლტი და უხსენებლები საქართველოში. ჰო, აქედან სუნი ამოვარდა. რაც არ გუჭირს სალფეტკებია, მეგობრებო. აქ დღეს თუ ვრაპის ფორმას არ მივიღებ, გამიხარდება. იყაროს ეს რა მიდის ჩვენი. არაჟნისა და ტუნას ვრაპი. ქათამი და მეგრული აჯიკა. გვალიაში ხო არის? აბა გამოიცანით რისი ვრაპი არის? chicken curry. ინდური კარი. I will tell you how tasty would be. კარგი, გადავიდეთ დაგემოვნებაზე და პირველი გავსინჯოთ chicken curry. Curry is a twist and tware ხო. ღერი chicken curry, კაია. აქ რა ხდება მეგობრებო, ჩახედეთ სულში. ნახეთ რა ხდება შიგნით. ახლა როგორი ოქტავა მაქვს. აუ ძალიან კარგი სუნი აქვს. ეს სული მაგ გავსინჯო ერთი წამი. ეს არ წაიქცეს. სანამ chicken curry-ს ვრაპს გავსინჯავთ, მანამდე რას ვაკეთებთ? შავი ჭყალი. ეგან ვიძახდი, რომ ცოტა სიცხარე ძალიან მომეწონება მეთქი და ასე აგიხდეთ ყველაფერი. ზომიერი სიცხარე, კარგად შესუნელებული ხორცი, ეს სალათის ფურცლებიც უხდება ეხა ამას და ანუ აი მასობრივად ანუ რო გავშალოთ ეხა. ყველით ძალიან გემრიელად შემოდის. ერთი ადამიანისთვის არის იდეალური პორცია. ძალიან გემრიელი და მადის ამოძვრელია. გასინჯი. აჰა. გასინჯი თო. 9 ბიჭო ეს? ეს წაგიყო ბარი. ხუდო 10 და ეს 9? არა. მუხუდო ცალკე თემაა. მუხუდო ვაფშე სხვა არის. მუხუდო არის წვნიანი როჟა. ეს არ არის იმდენად წვნიანი. მაგიტო დავაკელი ერთი ქულა. წვენი არ იყო აქ. ესმის, ანუ შრალია შედარებით იმასთან რა. ხო და ანუ ის უფრო გამისწორდა მე წვნიანობის თემაში რა. გადავიდეთ შემდეგ ვრაპზე. მეტი რა ვქნა. ანუ საჭმელებს ვაჩენ, ვაქრობ. ეს ყველაფერი ის დამსახურებაა, მეგობრებო. შავი ჭყალი.
ტუნასი და არაჟნის соусით, sour cream. ძალიან საინტერესო ჟღერს, არაჟანი და თევზი. ან მაინტერესებს როგორი იქნება. კი ბატონო, ეგრე გაიხსენე. ეს ცოტა გაცივდა, ის არის რა ქვია, ყველი აქ ამას ზევიდან მოსხმული, ყველა ესეთ რაფს აქვს ზევიდან ყველი აშკარად, იმიტომ რომ ეს მას აშკარად. მოდი გავსინჯოთ ეს რა არის ცალკე. მე ვიცი რომ ყველია. ყველია. თან გემრიელი ყველია სხვათა შორის. აღარ განახებთ სათავოდ ყველას ახლო კადრით როგორია ვიზუალურად გარედან, იმიტომ რომ ყველა ვრაპი არის ძირითადად ერთნაირი. ისე გამოიყურება ტუნას ვრაპი, რომელიც ძალიან სასიამოვნო არომატებით არის გამორჩეული. ვფიქრობ, რომ არ იქნება მძიმე, როგორც სხვა დანარჩენ სხვა შორის არც ერთი არ იყო მძიმე საჭმელი. და წეგან ვლაპარაკობდით აქ სანამ ქათი გქონდა, რომ შაურმის გამოძახებას და შაურმის ჭამას ჯობია რომ ადამიანმა ესჭამო რა, იმიტომ რომ ბევრად უფრო მსუბუქია, არ გამძიმებს, აი მე რამდენი ვჭამთ უკვე მეხუთე თუ მეხუთე ვრაპი არის მე მგონი და ისე ვარ თითქოს არაფერი არ მიჭამია, მაგრამ აი სასიამოვნოდ დანაყრებული ვარ რა. რაც ძალიან კარგი არის. განსხვავებული გემო არის, ხო, ანუ ერთი და იგივე გემო აღარ არის რა ის. ყველა შაურმას რო ერთნაირი გემო აქვს, ყველა fast food-ს ხო ერთნაირი გემო აქვს თითქმის ახლა რა. რაც შეეხება ამას, ეს არის ჩემი აზრით ახალი სიტყვა fast food-ში. არის სხვადასხვა გემოები, სხვადასხვა კუთხის და სხვადასხვა ეროვნების соусები შეგიძლია გავუკეთო. ეხლა ვერასდროს ვერ ვიფიქრებ, რომ თევზი და არაჟანი შეიძლება კომბინაციაში შევიდეს ზოგადად კულინარიის რამე ეტაპზე. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია. თუმცა ვრაპმასტერმა ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. შეაზავა თევზი და არაჟანი ერთმანეთთან და გააერთიანა ვრაპში, რომლის გემოსაც ჩვენ ეხლავე გავიგებთ. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს კონკრეტული დიქით რა. ეს კონკრეტული ვრაპი გაჭრის დროს არ გაიშალა, საკმაოდ სასიამოვნოდ გაიჭრა. გაგიმარჯვეთ. შეიძლება რომელიმე გავსინჯო და ცუდი იყოს. ცოტა დაბალიკულა დავწერო რა. თევზის მოყოლ ადამიანს და ისეთ ადამიანს, რომელიც მარხულობს და უნდა რაღაცა გემრიელობა გასინჯოს, ჩემგან პირადად დიდი რეკომენდაცია, იმიტომ რომ ესეთ გემრიელობას, რა ვიცი, ცოტა ადგილას თუ შეჭამ საქართველოში. აუცილებლად დააგემოვნეთ ეს ვრაპი და ახალი გემოს აღმოჩენა იქნება თქვენი რეცეპტორებისთვის. წუნს ვერ პოულობ ერთ-ერთი რა გავაკეთე. ერთადერთი რა შენიშნავს მექნება არის რომ ძალიან ბევრი გალცის ფურცელია და აისბერგი შიგნით. დანარჩენი ყველაფერი იდეალური ზომაა, დაბალანსებული. ხორცი, თევზი, რაც ვჭამე ყველაფერი იდეალურად იყო, უბრალოდ აი ეს ერთადერთი გალცის ფურცლები, აი ეს აისბერგები რაც არის. ესენი ცოტა მეტია ჩემთვის პორციაში. დანარჩენი შემდეგი ვრაპი სტუდიაში. მეგობრებო, ბოდიშს ვიხდი, მე ვგამობ ჩემს აქციელს, სამწუხაროდ წინა ვრაპზე დამავიწყდა ქულის დაწერა და არა, 7 რა. ცოტა მარილიანიც იყო. 7 ტუნას ვრაპს ჩემგან. შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად დავიხვეწებით და ესენი გადავა უფრო სხვა ფორმატში იქნება ქულების დაწერა. მაგრამ მეკაჯება ამ ხელა ფურცლების აღება დადება რა გავაკეთო. დადგა ჟამი ქვეყნის აყვავებისა. ვრაპში მეგრული აჯიკა შევიდა. მე რისი მეგრელი ვარ თუ ეს ყველაფერი არ დავაგემოვნე. მეგრული ვრაპი ჩემთან არის. რაღა აჯიკა გამაჭრევინე ისე. რა? მეგრული აჯიკა ჩვენთან სტუდიაში. რო არ მეყოს აჯიკა დავამატებ ჩემსას. ბიჭო ძალიან კაი სუნი აქვს ამასაც რა, არ ვიცი რა, რაღაცა ხო შეიძლება რომელი რაღაცა ვთქვა რომ აი ანძია და დავწერო ურიანი. არა. აშვება. ძალიან მაგარი სუნი აქვს რა. ქართული სუნია შიგნით რა. და თან მომწონს ის ფაქტიც რომ ღორი არ არის შიგნით რა. მე ზოგადად ცოტა ქათმის ტიპი უფრო ვარ. აი გინდა რომ ეგრე აღარ იყოს წამში, მაგრამ თან გინდა რომ ნელა ჭამოდა დატკბე. აუ, ბიჭო, აჯიკა ნახე ასება. წამოიღო სიცხარე. მეგროს აჯიკით ვერ შემაშინებენ. ჩემი გულწრფელი შეფასება. სიცხარე, წვნიანი, არომატული. იმიტომ არ ვიძახი რომ მეგრელი ვარ. არა, ცოტა მაგიტომაც ვიძახი. რა ვიცი, ყველაფერი ერთად, ანუ 64-ია შიგნით, მეგობრებო, აუ.
ტიტამი რა. აუ მე მაგრა დამევასა. ძალიან მაგარია. ყველაფერი იდეალურია შიგნით. აუ თან ის ყველი ძევიდან რო აქ მაგრად უხდება. თამამად ვიტყვი რომ ოპ რაპი არის ჩემთვის რაპებში. მე ეს და მე მუხუდო. დამწერთ აქ აბსოლუტი სინემა. იგივე. ვაჰ, ძალიან კაი იყო რა, ამან გამომაცოცხლა, აი ამ ცხარე გემოებმა რა. რაც კაია, კაია რა. შემდეგი ვრაპი სტუდიაში. აღარა გვაქვს ვრაპები. მოკლედ, დღეისათვის სულაც იყო მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწერეთ კომენტარებში თუ რისი დეგუსტაცია მოახდინოთ შემდეგ ვიდეოში. არ დაგავიწყდეთ შავი ჭყალი. ჭყლი ჯალა არ მოგაგროვეთ ღმერთმა. გემრიელა არ მიირთვით. წავედი.